მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით და აი დღეს ბატონი ნიკამელია გახვალ ჩვენი სტუმარი, სარგებლობთ იმით, რომ ყოველ დღეში ამბიციები გვაქვს და პრეტენზიები, რომ ვართ თავისუფლები და მოგიწვიეთ ნიკა გავიგე, რომ ესე თქვა დანის სამეფოში არ გწყალობენ. მართალია ეს, რომ 1000-ობით თუ 10000-ობით ხმები დაგაკარგინეს და მე ვიცი, რომ პროტესტია დაფიქსირებული და სამწუხაროდ ეხლა ჯერ კიდევ პროცესია, მაგრამ ჯერაც უკვე ვიცით არის და უნიკალური სამწუხაროდ შემთხვევა 11700 ბიულეტენი მხოლოდ მერის თქვენ მოგეცემთ რომ 3 ბიულეტენი იყო 11700 ბიულეტენი ჩათვალეს ბათილად სადაც ეხლა ითვლიან და 80%-ში ვიყავი მე შემოხაზული რაც პირველი ინფორმაციით არის გარდა ამისა ჯამში მაჟორიტარის ბიულეტენი მერის და ასე თქვა პოლიტიკური გაერთიანების არის 40000 ბიულეტენი ბათილი მაშინ როდესაც საპრეზიდენტო ეს არის რაღაც ახალი სამწუხაროდ ეტყობა მეთოდი შეიმუშავეს ძალიან ბევრს თბილისელებს ძალიან ბევრს ეგონა რომ ეს ცენტრალური ხელისუფლება გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატიოსნებით არ გადადგამდა იმ ნაბიჯს რომელიც გადადგა ეხლა 40000 ბიულეტენი არის ბათილი მაშინ როდესაც 100000 კაცი ნაკლები მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში და საპრეზიდენტო არჩევნებზე 10000 ბიულეტენი იყო მხოლოდ ბათილი ეგრეა ხოლმე 6-7 ანუ მარტივად აი ამოვიდნენ თulis დათვლისას წაიკითხავდნენ რომ შემოხაზული იყო ნიკამელია მაგალითად და რამდენიმე სამწუხაროდ არაკეთის ინდისიერი რომელიც ალბათ იპოვეს მათ შორის ჩვენს რიგებშიც შესაძლებელია კომისიებში მარტივი ხაზის გასმი ბიულეტენზე კანონისტრით საკმარისი იყო ბათილად ყოფილიყო ცნობილი. ეს სულ 11700-ია, გაბარეს. 11700 მხოლოდ მერის ბიულეტენი ჯამში მაჟორიტარის და პოლიტიკური პარტიის 40000. გარდა ამისა, ეხლა რამდენიმე სტატისტიკას მივხედავთ, ქართულმა ოცნებამ 150000 ხმა იყო. ნუ დააფიქსირეს ეს. თქვენ 85000. თქვენ ესე იგი 11000 რომ მივუმატოთ, ნუ 100000 უკაკუნებდა. შეიძლება 92000 ავიღე მე. დიახ. და 85 დაგიფიქსირე. პოლიტიკური პარტია, დიახ. ხო და იმაგას გეუბნებით. და მოდი 40000 არ ამებულება ხა ჩვენი მაყურებელი არც ერთი მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებების გემოვნების 40000 ბათილი ბიულეტენი მაშინ როდესაც საპრეზიდენტოზე იყო 10000 ბიულეტენი ბათილი რა თქმა უნდა ეს მიუთითებს იმაზე რომ სუსმა სამწუხაროდ თავისი მუშაობა სადღაც გადავწო ეს სუსის კომპეტენცია ხო სუსი არ არის სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ შესაძლოა სპეციალისტები მუშაობდა რაც ჩვენ მარმეულში არა ნორმალურად ეს არ არის თავარი ბრძოლა გრძელდება მაგაზე მე ვისაუბრებ ამას შევყვეთ ბოლომდე რა გამაგებინეთ გასო 12 ნაციონალი კეის ბოდიში ესენი კორცები არიან 12. პარტიულად გეტყვით რა ეხლა ის უბნებზე მოხდა რამდენიმე უბნაზე ეხლა სწავლობთ 40000 უბნებში რომ მოხდა არა მაინტერესებს იქ რაღაცა ნაწილი ეხლა ბათილი არის საპრეზიდენტო 10000 არა ასტრონომიული ციფრი უნდა ყოფილიყო ხო მაგალითად გასო დათვლის დროს მე ვიცი რომ ერთი კაცი აიღებს უყურებს იძახის ორი უკანოდ გას ხო და გადადებენ ამ დროს თქვენი წარმომადგენელი არ ყურებთ. ეხლა მიმდინარეობს შესწავლა ამის თქოს ნელი 40000 შესწავლა. აი ბატონი დათო თქვენ აიგეთ პირველ ბიულეტენს ხო ნახავთ ნიკამელიას და ესე ვითომ უთქიმელოდ ხაზ გაუსვამდით ბიულეტენს ეს მე იქვე რატო არ ამხილეს თქვენმა და დაწერილია უამრავი საჩივარი გარდა ამისა ეხლა ოფიციალურ CSKO-ს ვებგვერდზე აიტვირთა 3 უბანი რაც მე ხავ ნახე სადაც მაგალითად სამბოში თვალსწორები მე-20 უბანზე და მე-18 უბანზე ავიღე მაგალითად 138 ხმა ერთ-ერთ უბანზე შემაჯამლულ ოლქში არის ერთიანი გადახაზული ასე არის ატვირთული გამჭვირვალობა საქართველოს თუ საერთაშორისო გამჭვირვალობა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია მან დაწერა ასე თქვა საჩივარი და ჩვენ ასე ხმა მოვყარეს 3 უბანში არ მტკივნეულოდ ერთ-ერთი საბურთალოს საარჩევნო უბანზე ავიღე 118 ხმა ერთიანი გადაიხაზა დარჩა 18 რა გამარკვე მე მას ახლა CSKO საიტზე არის ატვირთული ამაზე მქონდა საუბარი რომ ტექნოლოგია მომიყვა გელბახიანმა იმერების რა ქვია ამ ოქმის დაბალანსების თუ შედგენის მარტივად გეტყვით გასულამადგენელი არის ხო ეხლა სწავლობთ იყო მაგრამ როგორც რამდენიმე უბანზე მქონდა პრობლემა ჩვენ ამას შევისწავლით და საკადრისად მოვემზადებთ არა რა შენი სუსია თუ რაღაც კანტორა ახსენებ აი წაიხეს თქვენი ამ იდიოტური კანტორებით მაგრამ ესე იგი ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამსახური არა ნუ რაღაც აბრევიატურა არის დებილური გასა რაღაც სხვა და არ ვქვა მე ის თქმა მინდა იცინიკა
ესე იგი შენ ეჭვი გაქვს რომ შენი დამკვირვებელი გადაბირებული ყავთ სუსია რაღაცა. წინასწარ მოდით არ გავუსროთ. მიანიშნე შენ 40,000 ყოველ შემთხვევაში გამოიკვეთება რამდენიმე დღეში. შეუძლებელი არის 40,000 ბიულეტენი ბათილი არ ყოფილა არასოდეს. საპრეზიდენტო ზეიმონტი შეუძლებელი არის. 5-6,000 8,000 მახსოვს ოფიციალურად საერთოდ ვერძი არის აწმიტული ოფიციალურად შემოჟარებელი ოქმი, სადაც თავად აი მე-20 უბანი ხა თუ იმეს არ დაიზარება, მე-20 უბანი სამგორში და მეორე უბანი, თუ მე-12 უბანი და ერთ-ერთი საბუთაოს უბანი ასე. საშინელება გადახაზულია კალმისით პირდაპირ და ეს მიიჩნია ცესკომ საწმინდოდ 128 წელი კალმისით არის გადახაზული 38 დამიწერეს მე რა თქმა უნდა ეს გასაჩერდებოდა იმას ეს ეგზემპლარი ხო გაქვს რა თქმა უნდა ოდანო მაშინ უნდა უჩივლოთ რა ვიცი ძალიან სამწუხაროა ეს უკვე ტექნიკური საკითხი იმიტომ რომ მეორე ტური მაგრამ მისმართ ამისა ეს არის ჩვენთვის ერთის ძალიან სამწუხარო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის როგორც თქვენთვის რომ სამწუხაროდ არაფერი სასიკეთო ამ ხრივ არ გვაქვს და კიდევ ერთხელ ნათელი ილუსტრაცია რაც ცუდი იყო ის გრძელდება და ვითარდება და რაც კარგი იყო საერთოდ აბსოლუტურად ეს არის ძალიან ცუდი მაგრამ მეორე ტურისთვის ვიქნებით აბსოლუტურად მზად და ჩვენ რეალურ ბრძოლას გავამართლებ დარწმუნებული ვარ გაგიჭირდება სუსი თუ არსებობს ეს იქნება 50-50-ზე მე ასე შეიძლება თითოეულ ხმას დავიცავთ თითოეული ხმა იქნება გადამწყვეტი და თქვენ გახსოვთ ეხლა მე ბატონო ნარმანიას რამდენჯერ დებატე 4 ტელევიზიაში და სანამ შევიდოდით ეთერში მაგრამ მქონდა ჩვენ საშუალება ერთმანეთთან გვესაუბროთ და 14 ჯერ ვთხარი რომ დათუნეთ მეორე ტურისთვის ხომ მზად ხართ არ არსებობს გულზე ჯირის სემი და გამორიცხულია ისეთ და მე ვუყურებ შევხვდები მე იმედია დღეს გამორიცხულია კვლავ დებატებში არა იმიტომ რომ მე მინდა დებატებში ან ბატონო არმანეს თბილისელები მოსახურებენ იმას რომ რეალურად ჩვენ ვიდებატოთ კიდევ ერთხელ იმ სპეციალისტებს კიდევ ერთხელ წააგებს და როდესაც დედაქალაქის მიღება დებატებში აუცილებელია დავსვეთ არა იმიტომ რომ მას არ უნდა მე მინდა არ მინდა თბილისელებს უნდა ვცეთ მე მარის არის შენთან არ დავშტებოდი შენ ჯერ ერთი ტემბრი გაქვს უფრო მაღალი საგნობრივ დებატებზე საგნობრივში შეგიძლია თავისუფლად ნებისმიერ შეაკვედიროხვა და ლოგიკით არ უნდა და ნიშნავს არ უძდებოდა არის არ გასწავლს ანუ სამწუხარო არ და ამით შეიძლება დავასრულოთ ეს ნაწილი როდესაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მეორე ტური არ შედგება და გამარჯვებული არის ბატონი არმანი დაიწყო ტოტალურად აი ამ ბიულეტენების გაფუჭება 40 ბიულეტენის გაფუჭება მაგრამ იმდენად დიდი იყო სხვაობა 50%-ამდე ბატონი არმანის ვერ გააფუჭეს ამდენი ბიულეტენი რამდენი აიღეთ თქვენ და რამდენი აიღო მანხმები აკეთე გლობალობით 92,000 ხმა მე თქვენ მას თუ ავწდები 150,000 ხმა ეხლა ის 40,000 გაფუჭებული ბიულეტენი წაგადგებოდათ არა ეს ნიშნავს იმას რომ მე მომემატებოდა 120,000 იმას დაარღვევოდა მაგრამ ვიღარ გააკეთეს ის გაკეთებაც უნდა ესე შენ აბრალებს სულს ამას ყველაფერს ყოველ შემთხვევაში ეხლა ჩვენ რაც მარტივი რა არის ყველაზე საწყენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე ვეღარ გადავიდა სამწუხაროდ აი პრობლემა იყო დარჩა პრობლემა და პრობლემები გააღრმავდა უფრო როდესაც ეხლა თქვენ აჩვენებთ ფის ნათლად როგორ აყალბებენ მარნეულში არჩევნებს გამოდის ვიცე-პრემიერი თუ ავსტები და ამბობს რომ ეს არ არის გაყალბება ამ ვიღაცას აბრალებს აუ შავზე თეთრ წინა ხელისუფლების დროს იყო ესეთი პრობლემები და მეც როგორც ერთ მოქალაქეს მაგიზიანებდა ერთი კონფრონტაციული ასე ვთქვათ საუბარი ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიმართებაში და აი ესე ნათელი იყო რომ იყო პრობლემა და ამ პრობლემაზე იძახდნენ რომ არ არის პრობლემა ცუდი რო აიღეს ზუსტად ამაში გულისხმობ შეცდომა არ არის ტრაგედია მაგრამ ამ შეცდომაში გაჯიუტება არის უდიდესი ტრაგედია როგორ შეიძლება ეხლა ორი უბანი აჩვენეს როგორ ყავდებოდა და გამოდის ბატონი კალაძე თუ ბატონი ღარიბაშვილი და საუბრობს რომ თურმე ეს ადამიანი ყოფილა რომელიღაცა ნაციონალური მოძრაობის წევრის ბიზნესში და მე თვითონ გაიხვალდნენ ამ ტყუში ეს ადამიანი აღმოჩნდა ქართული ოცნების ფრაქციის წევრი და იმის ბიზნესში ამიტომ იმის მაგალითად რომ რეალურად დარჩეს შტაბ-ბიჭინება ჩვენს მოსახლეობას რომ პრემიერ-მინისტრი არის ყველას პრემიერ-მინისტრი და არა მხოლოდ ქართული კოალიციის პრემიერ-მინისტრი და ამ ქვეყანაში ხო ყოველთვის იქნება ბატონო დავით ხალხი იცხოვრებს ვინც სხვადასხვა პოლიტიკური გეგმებით იქნება და შეხედულებით და აი ესეთი კონფრონტაციული ეხლა 6% თქვიო მეო მაგრამ ეხლა გადაასწორა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა რომ გამოიყვანა მაჟორიტარების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით და აი 6% აიღო ნაციონალურ მოძრაობამ და აი სწორედ ამიტომ
თქვიო მე 6%-ო. იცით, პრობლემა სერიოზულს ხედავს. ნამდვილად არ არის ჩემთვის პირველ რიგში უდიდესი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ამ ვიახან არჩევნებში ჩართული მეერობა, მაგრამ სხვა რამ მაღლობს ის, როდესაც ჩვენ დღეს ვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ტოვებს საბჭოებას, რომ ის არის მხოლოდ მისი მომხრეების პრემიერ-მინისტრი. ეს არის ძალიან ცუდი. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყანა ვერ განვითარდა აბსოლუტურად, რეფორმები შეჩერდა და მხოლოდ მათ იგენეს ეს კეთილდღეობა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, როდესაც აჩვენებთ ბატონ ზედელაშვილზე 20,000 პრემია აიღო, ხო? და გამოვა ოფიციალურ წარმომადგენელს შინაგან საქმეთა მინისტრის და იტყვის, რომ კი ბატონო ჩაერისხა 20,000 ლარი, მაგრამ ეს 20,000 ლარი მას დაჭირდა მკურნალობისთვის, რომ საზოგადოებრივ გამოგზავნებულიყო დამატებითი კვლევისათვის და მას რადიკალური ჰქონია და თურმე ამ დროს მას დეკლარაციის მიხედვით აქვს 11,000 ლარი ანგარიში, 14,000 ლარი სახში, 160,000 წლიური შემოსავალი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო საზღვაო კომპანიის ფლობელი მის ოჯახის წევრი, იცით? აი ამიტომ თუ გაიმარჯვეს ამათ 2012 წელს, არის ძალიან საფრთხე. არა, მეც არ მომწონს, აი ვიცე-სპიკერია ერთი და 100,000 აქვს პრემია აღებული თურმე. ახლა 118 მილიონით მეტი ბატონო დავი ჩვენ ახლა ვართ იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენს გვერდით შენობაში არის უფასო უმწოთა სასადილო. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ თაწმინდის რაიონში 800-ით მეტი ბენეფიციარი ყავს, მოთხოვნით გაჩვენებულს კიდევ უფრო გაუჭირდა. აბსოლუტურად გაიზარდა ხო უმუშევრთა რაოდენობა. ყველა მინუტე როდემდე უნდა ვისაუბროთ წარსულზე. კი ბატონო, იყო მე და ბატონ ღარიბაშვილთან რომ დავსვდე ხა დებატებში ბატონ ნარმალის წარსული შეცდომებზე თუ კი ვისაუბრებთ, შეიძლება აღმოაჩინოს მან ან თქვენ რომ შეიძლება რამდენიმე პუნქტით მეტი რამ არ მოწონდა წინა წლებში. მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ ის ხელოდა წარმატებების კვალდაკო, მაგრამ დღეს გასულათი მივიღეთ. ვერაფერი ვერ ხდება სასიკეთო ვერც სფეროში და მხოლოდ 4 პრესკონფერენცია გამართა პრემიერ-მინისტრმა და 4-ვე მიუძღვნა პოლიტიკურ გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობას, რომ ის არ არის მეორე ასე თავარი ოპოზიციური ძალა. იცი შიშის სინდრომის ქვეშ მუშაობს. ეს არის ძალიან ესეა, ცუდია საშინელება, ნიკა, მაბატე რა რეკლამა მოგვადგა, რეკლამის შემდგომ მე მართლა მწყდება, გული ეს ტელეფონი გაფთიშია თუ რაღაც არის და ძალიან მედოდა რომ მაყურებლები შემომეყანა და მწყდება, გული რომ დავურეკოთ იქით. 1200 ლარი ყოფილა დავალიანება, რა ვიცი. ცერი გადაურეკოთ. ვიდი გადაურეკე, აი ვიდი, ახლა სუსის დირექტორს არ ვიცნობ, ვიღაცა ყოფილი ნაციონალია და ნაციონალები არ მიყვარდნენ არასოდეს. მოდი ესე გავაკეთოთ, თუ კი გაქვთ რაიმე შეკისრული რომ შეეკითხოთ ნიკას, რათა კიდე SMS-ი გამოგზავნე და მე გპირდებით რომ წავაკითხავ. ახლა კი რეკლამაა დაგვეყოდეთ. აი აგიხსნი რა კანონის საარჩევნო კანონი იყო დრაკონული აი იყო ეთერის მიღმა მე რასაც ეთერში ვლაპარაკობ იგივეს ვლაპარაკობ ეზო საუბრებს დრაკონული საარჩევნო კანონი მიიღო მიშა ამ კანონის ძევალი ხართ თქვენ ყველანი და შეფირადად მართლმადიდებლები აი ხა ეჭი რაღაცა რამე თუ მანკიერი იყოს უბრალოდ ამას ვამბობ ეს მანკიერება ხონდა შეცვლილი იყო
ამიტომ იმადნავში რა ხდებოდი დალოცულო მაგათი მოგონილია სიბინძურე ის არის ის ფერმის განვითარების ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. კარგი უნდა განავითარო, ცუდ უნდა შეცვალო, რა რაკნეს. მოვიდე რაც კი იყო მანკიერი. თქვენს რომ რა კარგი ყოფილა ეს რადვილია ოღონდ სუპერტარული აღარ აღალაგეს. რა კარგი ყოფილა თვალთვალი, რა კარგი ყოფილა მოსმენა, რა კარგი ყოფილა რაღაცის გაყალბება, თუმცა თუ შესაძლებლობა გაქვს, რა მნიშვნელობაა თუ წინა წლებში ამას აფუჭებდა კუდი, ხო? კონსტიტუციის სათავის სამსახური ერეოდა ის სადაც მათ საქმე არის. ეხლა აკეთებს ამას სუსი, ბევრად უფრო აქტიურად. ეს ის არის მოდული შენობა როა დაწყებული. იმე ესე იგი რა ორგანიზაციების იგი იყო ყველაზე ერთადერთი რა. ნიკა რა დაკითხა ხა. გონე გულწრფელი ვარ და მამაშენს ვიცნობ რა ტელევიზია გაიქცა ერთხელ გული შეტევა მქონდა და გადამარჩინა მამაშენმა. ათე მეყავს მამაშენი და პატიცე. აი ჩემთვის თავზარ დამცემი იყო აღარ მახსოვს. მე მგონი ობიექტივში იყო თუ სადღაც თქვენი საუბარი რომ აი მისი რა ქვია იანვრის 2008 წლის იანვრის იპოდრომის მიტინგზე ყოფილხართ ერთად. მეც ვიყავი ჩემ ბიჭთან ერთად. ჩემ ბიჭი მაშინ იყო 5 წლის, ყინავდა 6 გრადუსი იყო, ყინვა თუ 7 გრადუსი. იცი რა არის, რა მიგიყვანა შენ? მე მოტივირებული ვიყავი, დედამიწის არ დამარბიეს და რაღაცა. შენ რატომ მიხვედი და მამაში რომ მივიდე და დაბრუნებული. მათი მაინტერესებს რატომ ვიღაცა როგორც მოქალაქე და არ მოვლა. აი რა მოგეწონა და რატო აპროტესტებს? პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე სამსახურის ასე ვთქვათ ძალიან ზედმეტ ძალაუფლებას. და ამიტომ შენ აი 7 ნოემბერს თბილისში იყავი მაშინ? 7 ნოემბერს უკვე მე 2002 წლიდან 2006 წლის ჩათვლით არ ვიყავი ქვეყანაში და ვიყავი სტუდენტი საზღვარგარეთ, ეგრე შევარანდეს დრო იყო, როდესაც წავედი, 2006 წელს ჩამოვედი და რა თქმა უნდა ხა მე ამ ქალაქში ცხოვრობდი და რეალობას ვხედავდი იმ პრობლემებს. ოშა, შენ აქ ყოფილიყარ აგერ 200 მეტრში ცხოვრობ აქ. აი 7 ნოემბერს საშინელება იყო ბიჭო. სემატებით გამოყარეს ხალხი ჯეს ქუჩით, აი ესე მთელი კოლონა მოდიოდა. ასე გავიდნენ მე მახარაძის ქუჩით და ისე ჩავიდნენ. მე რო ამ გაბრაზებულ ხალხს უყურე თავზარი დამეცა რა. თავზარი ათასობით ადამიანი კი ბატონო გეტახებით ორგანიზებულად ნაცემი საქართველოს ფორმა იყო ნამდვილად მე აგინ ესეთი შენს ხო გაბრაზდი მას რა თქმა უნდა და მე ჩემს მეგობრებთან როგორც მოქალაქე ვაპროტესტებდი მიხედავთ საჯარო სამსახურის თანამშრომელი ვიყავ მაშინ სამუშაოდი მაშინ მუშაობდი აი კანცელარიის შენობაში რჩეულის თანამდებობაზე უშუალო საბჭოში ეს პროგრამა იმიტომ რომ ის იყო სამხედრო პროტესტი და ვინც ეს უთხარი მე ერთ-ერთ დებატებში ბატონ ლორდ კიფანიძეს რომ რეალურად იყო მაშინ მართლაც სამოქალაქო პროტესტი და ბატონო ლორდ კიფანიძემ თავისი შესვლით იმ პარლამენტში მაშინ როდესაც რეალურად თავის გუნდელებს უღალატა მეც არ მომეწონა დაახიეს მანდატები ის შევიდა და ამით დათური სამსახური გეთახმე მეც არ მომეწონა ვინ შევიდა არ მოწონა დათური სამსახური უღალატა ქალბატონ სალომე ზურაბუშის თავის თანაგუნდელებს რა თქმა უნდა როგორც მოქალაქე მე ამას ვაპროტესტებდი დღესაც ვიძახი ჩემს პოლიტიკურ მეგობრებთან ეს იყო პრობლემა დიდი ამიტომ ესეც განსხვავებაა იცით ახალი ეტაპია პოლიტიკური გაერთიანება გადასული არის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე განვითარების იყო შესაძლოა 4-3 ადამიანი როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობდა წინა წლებში ეს პრობლემა როგორ არის იყო ნამდვილად მაგრამ იმის მეგობრებთან რომ ჩვენ განვითარებული ყავით დღეს რა გვაქვს დღეს ღებულობაზე ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას იმის მაგრამ მე მარტო სიმპათიურები პატრიოტად გეუბნები ამას და მათაც ერთი საუკეთესო მამაკაცს მე მგონი დასვირიში რა ხდება იცინი გამჭვაი რატომ იმასვები აი იმათ აი მე ბოროტებას არა მოვდი ახლა რადგან შენ და მამაშენი ყინვაში ფეხი წახვედით ესე გაშფოთა რა ძალიან ნახე ნაზირა და ვის ქვეყანას მართავდა იმათ პარტია ასე ძალიან მე მახსოვს საქართველოს 2002 წლამდე ბატონო დავიდა არ შეიძლება ობიექტური არ იყო ნამდვილად შეუძლებელია. რატო აი მართა გეუბნები ქვეყანაში სადაც თაცმილის რაიონში ვარ ჩვენ მე მახსოვს წელიწადი 1999 წელი როდესაც 22 მხოლოდ ახალგაზრდა იყო აიამობაში მოკლული სხვადასხვა სკოლაში და ბაღში
და მათ შორის აქ სადაც ჩვენ თქვენ ტელევიზიაში ჩემს ტელევიზიაში ყოველდღე ჩუბებია, კაი რა. გასაგები, მაგრამ ეხლა ჩუბებია. წარმატებების კვალდაკვალი ყველა სახელმწიფოების იყო. იკამათო. ვიცო, კაცი, კახები მამაშენთან ერთად ყინვაში. ბოროტება, რა ხდებოდა იმას აპროტესტები. ბიჭო, ბოდიში მოგიხარ, მე მაინც პარტიით როგორ დასახელდა. დღესაც ვარ იმ ჭკუაზე, სადაც იყო პრობლემები იყო. მე აპოზიცია არ შემისულა კონტროლი. წდება გოლი ახლა. მე პრინციპში ვთვლი რომ ნიჭიერი კაცი ხარ და ისა ხარ რა, შემტევი. პრობლემა აი ყველაფერი გეტყვით ეხლა მაშინ ბატონო და ეხლა იმ კარგსაც დაანახვა უნდა და ცუცას. აი მე ჩემზე კაი დამნახავ. არა არ იყვნენ რა ისინი კარგები ნეგატიური. ბიჭო, მომისმინე შენი ცი როგორ ლაპარაკო მონანიებს რაღაცა ხოკეთდა რაღაცა რა ნიკა არა ბევრი შეცდომაც იყო და ნიკა სიტყვა შეცდომა არის აი ბოჩა დანაშაულებრივი შეცდომა რამდენი პროცენტულად პოლიცინა ნაციონალური მოძრაობის პროცენტულად რამდენი ასე ვთქვათ აქტივისტია გულისხმობა საშუალო დონის ასე ვთქვათ მენეჯერის პარტიაში გადასული ქართულ ოცნებაში საშინელებაა მე ანუ ჩემთვის წინა ნაციონალური მოძრაობა თავისი შეცდომები არის დღეს ხელისუფლებაში ქართულ ოცნების სახით მთელი შსს გაძეძგილია ყოფილი ჯალათები და ზონდერებით აჰა რა გინდა ახლა საწყალე ვაზაგაშვილის შვილი ვინც მოკლა ლამისა რაექს-მინისტრი გახდა აგერ სამარცხვინოა ესა მე მართ არ მომწონს ქართული ოცნების ძალიან ბევრი ქართული ოცნება ხო იმიტომ აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ რომ სუდზე უთქვა უარი და კარგი განავითარებიათ ამიტომ ჩვენ ხედავთ რომ ვერაფერი ვერ გაკეთებ ხოლმე ეს აქ სტატიებს შეიძლება ვამბობ მაგრამ ეს როგორია სამუშაო ადგილი დაიკარგა მხოლოდ კერძო სექტორში გეთანხმები ვიცი სამშენებლო ბიზნესში 12000 ადგილი. იცი ჩამკვდარია. ამიტომ გაჭირვებას კიდევ უფრო გაუჩნდა მთელი თბილისის მასშტაბით. აი რაც ვიცი ზუსტად ვამბობ 4000-ით მოიმატა უწევ უფასო სასადილოებში ბენეფიციართა რაოდენობა. გავიგე, მაგრამ შეიძლება უგულავამ 46 საბავშვოები რომ გაუყიდათ ეს ბავშვებს თუ აი რა არა ზეპირად ვიცი. უცვლად გეტყვით ის არის ოპტიმიზაცია რო ხდებოდა ბავშვების ოპტიმიზაცია არის აიოტობა რა. აი რა საბავშვო ბავშვი იყვნენ დევნილები დღესაც რჩებიან. რაოდენობა იმატა რისმა რაოდენობა ბავშვებში აყიდეს საბავშვო 40000 მაგრამ ჩვენ ასაპირებთ ეხლა ამის ამას შენ ასაპირებ ვაუჩერიზაციის სისტემა უნდა დაინერგოს რომ შობელს ბავშვის მიყანა შეეძლოს ალტერნატიულად ასევე კერძო ბავშვი. მაგრამ ნიკა ეს სხვა საკითხია მაგრამ ბიჭო თქვენი აი ხა ნაციონალები. კი ბატონო და ვიმაყურებთ ეს პრობლემები. არა ინტერესებს აწუძე საუბარი. დღეს ქართული ოცნების რეალობაში. ხო და ნიკა იცი რას გეტყვი? რა ბედოლათებიც ის შენი ძველი პარტიული ჩინოვნიკები ეს ბედოლათები შეფჭახეში. მე ეს პატარდებს იცი? აი გოლი მომიდა გამოსაშვები საღამო იყო აგ შაბათს გავიდა ჩვენ აი ამ ხელა იყო ფართო 20 კვადრატულ მეტრში 20 და 16 ბავშვი საბავშვო ბაღის გამოსაშვებზე და ვერ სულ გავდით კარებები საშინელება 170 სკოლა გააყიდა შენ მე უგულავ რატო გააყიდა კაცო ნუცუბის მეორე მიკროში ცხოვრობს 4000 კაცი ერთადერთი სკოლა იყო უფასო ესე თუ ისიც გააყიდა ტოტალურად გადააყიდა საბავშვო ბაღის ასე ვთქვათ ახალი საბავშვო ბაღის შენობილობა მიმდინარეობს უმრავლესობის კი ბატონო იყო რაღაცა შეცდომა რომ მიიღება გულახსნადიონებით ხო ეხლა კარგი უნდა და ადამიანს შეგნებულად როგორ გააკეთეთ მაგრამ აღმოჩნდა რომ ცუდი იყო მაგრამ როდესაც საკრებულოში დეპუტატთა უმრავლესობა ასე მორჩილად აწევდა ხელს იმ ხალხს რომ ეთქვა იცით რომ გიგი ის მოდი იქნება ორჯერ დავხვიდეთ, სამჯერ დავხვიდეთ, მაგრამ ამის თქმის საშუალება და იცი ქრისტიანი არასოდა. ეცალა პირში უცინოდ. არ გიტყვი შეიძლება დღეს შემოსულია ქართული ოცნების მარტი. ახლა ამიჭმა. კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოუხადა მთელს ევროპას ინკვიზიციის გამო. ამით გადაეჩინა თავისი ეკლესია. აი შენ გაპრაცებული რომ მიხვედი იპოდრომს. ამ ნაცისტური იდიოტობის გამო. ბოდიში მოუხადეს. ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეს. არ არის რა ნიკა ესე იცი ბოდიში უნდა ეხადა თქვენ თუ განსხვავებაში რომელსაც მე წამოვაგდი ძალიან ბევრი ადამიანია ვინც აი ამ შეცდომებს არქმევს მაგრამ შეგეთახმები შენ უფრო საჯაროდ უნდა მოხდეს ამ შეცდომების აღიარება
ვინაიდან იცით ძალიან რთული პერიოდი იყო. მე აი ახალი ნაციონალები ვინც ახალდა რა, დაგმეთ რა ეს ძველები რა. დაგმეთ, აი დაგმეთ, უნდა დაგმოთ. იქ სადაც დასაგმოდი არის ბატონო, დავით. არ არის არც ერთი ადამიანი პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ. აი მოსაც არ ვიცი რა ვერ ვიცი თქვენ იყავით თქვა არც ერთი ადამიანი. ამიტომ განსხვავებას ახლა მე და ბატონ დარვანეს შორის ესეც არის. მე შემიძლია არ არის ჩემთვის არც ერთი ავტორიტეტი იმდაგვარი ახლა პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც არ ვეთქვი აი 2008 თქვენ იყავით თქვენი. მაგრამ ბატონი დავითი თუ კი ამას თქვენ თუ ფიქრობთ რომ შეძლებს რაღაცა დონეზე მაინც მე ვთვლი რომ ნორმანია საერთოდ ეს არის რა ცარიელი ადგილი არის აი მარცხა გეუბნები ნორმანიას მე არ მიცემ ხმას რა არაობაა ჩემი საზით იმიტომ რომ აი რას ქალაქში იდება იმაზე კი არ ფიქრობ რაც შევსდაში იდება იმას გააკეთებს ოცხო ყველა ვიცით რომ შენს ვერ მოგცემ ხმას არა ნიკოს მომისმინე წავს მე მათაი მე პიროვნულად მე სიმპათიურები აი მე რატო უნდა მოგცე ხმა დამახსოვე არა თუ ვისაუბრ არ მინდა ეს პროგრამები ეს ჩემთვის არის ზეპარტიული არჩევნები, მართლა ასე მოვედი და ვამბობ, რომ როდესაც თბილისია საუბარი, თბილისის მერობაზეა დავამთავრე თუ შეიძლება თბილისის მერობაზეა საუბარი, ჩემთვის თბილისი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მით უმეტეს ნებისმიერი პოლიტიკოსი ან ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში. ჩემთვის, იმიტომ მე სამეგობროში, სამეზობლოში, სანაცნობოწლებში მყავს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ხალხი, ხალხო. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ უნდა დამთავრდეს დაუმთავრებელი კონფრონტაციული საუბარი, დაუმთავრებელი ქიშპობა და დაპირისპირება. უნდა გადავიდეთ იმ საქმეზე, რომელიც მომეწონა რა ხალხი უნდა უყვარდეთო. მართა არ უყვართ. ჩემის ღრმა აზრით, აი ხალხზე კონკრეტულად ხალხის სიყვარული მე ვერცეთ. აი, როდესაც გამოდიოდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც ხია ბატონო დავით, ეხლა სხვა ჭრილში გადავიდა 300,000 ხმა იყო ხა 300,000 ადამიანის პლანტაციაში არ უნდა უშორდე დამცინავი ტონით, ხო? არ უნდა დასწავლაზე უგწყის. კი, წყის პრემიერ-მინისტრი როდესაც არის, ის პრობლემას რა შეხედო ბატონო და გულობთ არ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის საუბრობ და არ როგორც კანდიდატი. ჩვენ ყავს დღეს პრემიერ-მინისტრი 31 წლის ასაკში, რომელსაც არც ერთი წუთი და არც ერთი წამი არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში. ეს პრობლემაა გეთა. და სახელმწიფო სამსახურების ასე მეტაფორად უფროსი და მას გაუჩნდა ჩვეულებრივი კომპლექსი და მას შემდეგ რაც იგი გახდა პრემიერ-მინისტრი, ის ცდილობს რომ მის ქვეშ დაქვემდებარებული, ასე თქვა, თანამდებობის პირები დააკომპლექტოს. ქალაქის მერობაზე იყრეთ. ეს თუ პრემიერ-მინისტროს იმას თავისი თვითონ შეეყრება. რატო საუბრობთ იმაზე? აი გითხრა აი მე მართლა ეუბნები მე მართლა პიროვნულად არ შეიძლება კონფრონტაციის ტკივილით მოდიხარ არჩევნებში ხო მე არ მომეწონა აბსოლუტურად უნდა იყოს ბალანსი სანამ არ იქნება სახელმწიფო რგოლებს შორის სანამ ასე ჯეკპოტივით მოხსნის რომელიმე საალტერნატიული პოლიტიკური პარტია თანამდებობის და ბალანსი და კონკურენცია არ შეიქმნება, აი მივიღეთ იმ შედეგს, შედეგით, ასე ვთქვათ, რამაც დათული სამსახური წინათების წინახელისუფლება შეუსწევს. ახლა მე მაგალითად გავფრაზდი, რომ 40,000 ხმა მოყვა რა, სუსია თუ რაღაც კანტორა თუ რასაც შენეჭსავდა. მართლა გავფრაზდი, იცი რომ მეც რაღაცა ძალიან ბევრი სიგნალები მაგრამ ესე ვთქვათ, ისე რევოლუციური სტილით მიდის არჩევნები. არ მომწონს. თითოეულ ხმას დავიცავთ მეორე ტურში. როგორ დაიცავ ამეთი მითხარი რომ ანალიზს გავაკეთებთ რომელ საარჩევნო უბნებზე იყო პრობლემები და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნიკა და მე პირდაპირ ერთ რამეს რომ მე დედაქალაქის მეურვება ბატონო დავით მინდა იმიტომ 34 წლის ვარ ამ ქალაქში ხედავ პროცესებს ეს ახალგაზრდა. რა გინდათ მერად ეს ახალგაზრდებს გასო კარგი რა ნიკა. შე პრემიერ-მინისტრი დაიწუნება. ეხა 31 წელს ახლა თქვი იმიტომ სახელმწიფო სამსახურში არ უმუშავია არც ერთი. არა ხო ვიცი რა ვიცი. ეხა ის აი გეტყვი. ეხა შეგეკამათო? აი შენი სისულელე მასალე გასო ეცავს. აი ეს რაღაცა იდიოტობა როა სახლის ახურავს და დადიხარ და 30% გაზის ეკონომიას მე 200,000 ხის. მაგრამ ვინ გასწავლა რომ მაგის შედეგები გაზის ეკონომიაში აბა ეცავს მასალე გასო ეცავს მეიკეთა უნდა მაცადო. ბიჭო ვიღაცამ არასწორი მაგრამ 200,000 ხის მაგით ეს არის პროექტი რომელიც განხორციელდა ვიცი რომ განხორციელდა და დააფინანსა შვედის, შვედეთის თუ გერმანიის ვიღაც ფირმა. ძვირი ხო ეს? არა, ვერ ძვირი რომ ის აცარე რა 4,000 კორპუსი არის.
200,000 გააბრალე. ერთი წუთი დაახსნა. აი კი ბატონო. ეს უკვე თემქის დასახლებაში არის, მეხუთე კვარტალში თუ ასე მესამე მიკროა და მეოცე კორპუსში შეიძლება გადაამოწოთ კონკრეტული შედეგები გამოიღო, ქვითრები მიდის უკვე ოჯახებში. რა ჯდება გეტყვით 90 მომაგარგინე ეს ისტორია 90 ესას მათქმევია არ არის ეს იცი მაცალე კაცო ის დაგიფინანსა 200,000 ის ტელეამ სისტემის ამის ბიუჯეტში იქნება 50 მილიონი დაყოფილი ნაკლებითაც შეიძლება შეიძლება ნაკლებითაც კი არ მივცეთ რომელიმე ერთი წამით რა ნიკა თუ ეს უცბად გამოწორა აი ნელი ვერულავა გაიცანე რა მაგარი ქალი არის მაცალე ეს წამს ჩიმისი რა ქვია სოფიის აი რაღაც კეთილ მოწყობის თუ რაღაც სამსახურის უფროსი მყავდა აქ თურმე კორპუსის სახურავზე საქვაბე ერთი რომ დადგეს რომელიც ღირს $14,000 $14,000 ის 30% ეკონომიას გაუწევს ეს არა ეწევს მათქმევინე და ეს ყველაფერი ჯდება $700 ერთ ოჯახს ამაზე უგულავას მიუმართენ ესენი შეხვდნენ უგულავას ელაპარაკდნენ არ მოეწონა უგულავას ჩვენაო სოფიაშიო არ ვატარებთ რეგისტრაციო ბინასაო ვისაც ცენტრალიზებული გათხოვა არ აქვს გადავიდეთ ეს ვერფაცებოდი ამ შესბედულად უგულავა აი ხა გეტყვი ეს მოკლე გზა შენესებსავო $200,000 ზვიგია ბატონო 200,000 თანა დაფინანსებს ერთი წუთი რომ ვაცხოვრებ თანა დაფინანსების ინსტიტუტი არსებობს გამგეობებში იცით 90% დავაფინანსებს გამგეობა რატო გაცხოვავთ 90% დავაფინანსებს მაგრამ კომპანია რომელიც მივა სამეზობლოში და ამხანაგობას დაელაპარაკება ამხანაგობამ სამეზობლოს საერთოდ გადაწყვიტოს რომ კომპანიას დაუყეთებს ასე თქვა პროექტს კიდე ერთხელ გეუბნებოდეთ აი ძვირია ეს პროექტი მივიდეს ხალხთან გაბრძანეთ ნელი ვერულავას როგორ არის ნელი ვერულავა მიბრძანდეს სად ყველგან იყო პარაკარებია კატალახები ეს იქნება გამარჯვების შემთხვევაში პროექტი რომელსაც ჩვენ ავამოქმედებთ მაგრამ ექსკლუზივი რომელიმე კომპანიას კი არ იქნება ბატონო დავით არ გიდა რა შეეშთ მაგ პროგრამას გამიჯერე იაფი არის შენობის სახურავზე ცენტრალიზებული საკვაბე უკრაინას სამხედროებს იტალიის სამხედროებს ბიჭო ეს საფაზე ვიქცება ხომზის ენერგიით არა მზის გაზომარაგებს მზის ენერგია კომბინირებულია და მე გეუბნები მაგაზე იაფი ჩდება მეთქი $14,000 სახურავის თავზე საკვაბე რომელიც ყველა ოჯახს საშუალება კომპანიას რომ შესთავაზოს პროგრამა რომლის თაგრებში ბევრი კომპანია არ რჩება მე თვითონ შენ უფრო მეს ფიქრობ ხალხზე ვიდრე ნორმანი იმიტომ რომ ნორმანიას ხერის მეტი არაფერი იდეა არ ქონდა აქედან მიმართე ყველა მერობის კანდიდატს ვინც მეთქი გაზზე და დენზე და წყალზე გადასახადს დაწევს მეთქი იმას უნდა მივცეთ ხმა შენ ერთი კი გაზის ეკონომიას აკეთებ მაგრამ ტარიფებია რა ყველა მოგცემ შენ ხმას თუ შეცვლი ამ შენს პროექტს და აი ტარიფების დაწევაზე იბრძოლებ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ღარიბი ქალაქია მაგრამ ღარიბი ქალაქი პროექტი რომელსაც ჩვენ თავაზობთ თანამედროვე პროექტია 29,000 ოჯახი მაგ წარდგა ზოგი ვიტყვი ხა ბატონო დავით ასე გადაჭრილია 29,000 ოჯახს თბილისში კატასტროფის წინაშეა თბილის მასა თან ღარიბები არის ეს პროექტი არ არის სხვა როდესაც ზაფხულში ადრე გაზაფხულზე აბსოლუტურად არც ერთ საუკეთესო ხარ გაზაფხულში არ იხდით ხო არის შეღავათია მაგრამ ტარიფებზე ვიბრძოლოთ ყველამ ერთად კაცო მე კიდე ერთხელ გეუბნები არა მარტო ტარიფებზე მე ხო ვიცი გული სიფოთი თქვენ ამას ეხლა განსაკუთრებით ეთერში ვერ იტყვით რა თქვენ ხართ აბსოლუტურად შოკული რომელი ის განმავლობაში რაც ხდება საქართველოში მე ხო ვიცი გიცნობ რა მეც არ მომწონს ზამერი რაღაცა გონდა იმედი იმიტომ რომ ჟენია ვიტყვი რა სულ მომწონს აშკარად ხავს დღეს ხელისუფლება რომელიც ხშირად გაიგებ თქვენ არაკომპეტენტური და უნარო ხო ეს არის ყველაზე კარგი ზეცართავის სახელი რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ. პირველად მე დავარქვია მათ ის რა ქვია უნიათო თავი. როდემდე შეიძლება წინა ხელისუფლების კრიტიკით იმარჯვება არჩევნები და არჩევნები. ტექნოლოგია, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები მე პირადად შენში ის არ მომწონს რომ კაცი გაბრაზი ვაროჟალათობას და მიშას იდიოტობას და მათ პარტიიდან მოდიხარ ნუ აი რა მართალი და შევსტომ ბედად აჰა შევსტომ არის ხარ და დანაშაულები შეწყდა. დანაშაულები პასუხი აგონ ან გოდიში მოიხადო.
შემთხვევაში აი დავანებოთ თავი წასული ამბავია წასული აღსაგებია მე ეხლა მათ რა მაინტერესებს მე მგონი თქვენ ეხლა რაღაც სურეს არა აი ვიქი აპირებთ ეხლა მეორე ტურში გასვლას აი 40000 აქცაბრას ბიჭო ესენი ბიულეტენები ხო ის თქვენი კოორდინატორები შენ თვითონ ეჭვი შეიტანე რომ სულსმაო ეტყობა ის გნავა ანალიზი კეთდება და იმ საარჩევნო უბნები როგორ დაიცა დაფიქსირდა იყო რამდენიმე მოწყვალდი საარჩევნო უბნები როგორც ჩანს სადაც მასა როგორ დაიცა მეთქე აი ტოტალურად როგორ დაიცა დამკვირვებელი იქ ვიცხოვდა არა ერთი რამდენი საჭირო იქნება იქ სამართლია რა ტექნოლოგიაში მე ხარ საბზარებო ტექნოლოგიებში არა ეცავს რა შენი ოფიციალური კომისიის წევრი არის მაგრამ არასამთავრობოებმა შეამჩნიეს ეს ამბავი აი ეს არასამთავრობოების არაპირდაპირ შეეცდებია რომ დაიცვან ყველა ბიულეტენი დიახ და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა წავედით სამწუხაროდ მოვდიოდით ასეთ CSGO-ზე ოფიციალურ ვებგვერდზე სამი ასეთი შემაჯამებელი ოქმი არის სადაც 300 ხმაურს დაკლებული ოფიციალურ ვებგვერდზე ერთეულ დაგიკვეთ იბრძოლეთ მოსთხოვოთ პასუხი მაგრამ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი მე დღეს და თქვენ ერთერთაც მიმართავ სახელმწიფო კანდიდატ ბატონ დავით ნარმანიას რომ დავსვდეთ კვლავ დებატებში, ვინაიდან ეს არის მეორე ტური და აუცილებელია ვცეთ პატივი თბილისელებს და ვიმსჯელოთ ყველა პროექტზე, რომელსაც ჩვენ თავაზობ და რომელსაც ჩვენ მოვდივართ. იგა, ეს გიჩნევ რა, ეგ რაც. ეს არის მნიშვნელოვანი. ავიდე დაანებები რომ ნორმალია ცოცხალთან შეტანა არ დაждდება ყველა. თუჭკუა არ უნდა დაждდეს. რა მინდა გითხრა ეს. აი ამ ორ კვირაში შენ თუ გადახედავ შესწრებას პოლიტიკურ პროგრამას ჩვენ ტარიფებზე იბრძოლე და მე მართლა დაგიჭერთ ხარს. აი ტარიფები რა, გაზზე, დენზე, იმაზე წყალზე თუ არ დაიწევა, აი იმერს მართლა მათაც ეროზულად ცემ პატივს, ვინც ამებზე იბრძოლებს. ბენზინზე შეგვიძლია ბენზინზე გადასახადი ვაცეყოთ მეტალზე ხა მოვდივართ იმით რა. ეს უნდა გეფიქრა პროზე რა. არ არის რეალურად გაკეთებადი. არა, მაგას ვაკეთებ. ეს ვაცეპები როგორც მინდა ისეგა. თელას რა უნდა თელასთან მოლაპარაკებას ჩამოვაწერინებდი რეალურად. ამიტომ წყალკანალი ვისია წყალკანალი ხო იცი გვარი ვისა რა პაპორტია ხო რა უნდა მაგასთან მოლაპარაკებას დააწევინეთ ეს ვისა რა ქვია შეგვიძლია წინაზე აი რა შეკულები იყვნენ ეს ნაცები მაგათთან წყალი იყო ბოროტება რომ მივყიდეთ იმ რაპოპოს ბოროტება იყო 2.15 ბიჭო კოლოსალურად ზვირი ფასია ცოდვაა ეს ხალხი რა ცოდვა ყველაფერზე შეიძლება ბრძოლა და პროგრამაში თუ გაქვს რესურსი შეცვალე ეს შენი ისეთი პროგრამის ეს ელემენტები ძალიან ბევრს მას მიიღებ. ეს ნორმალი არაფერს არ ამბობს. და შენ ამით მოგებ თუ გინდა მოგება თორე რა თქმა მაგასთან დებატები რას მოგცემს? არა დებატები არის იმის დემონსტრირება რომ ჩვენ ვცეთ პატივს. აი მინდა აბატე რა უძებ მაგას ლაპარაკში ზუგებ და ლოგიკაში ზუგებ და აღარ დაგიჯდება მეთქი გეუბნები და ადექი და რეალური პროგრამა შეცვალე. მე ქალაქის ზუნავს სულ არ მადადებს ვინი ქალაქის ვერი. კომუნალურ გადასახადებთან მიმართებაში გვაქვს ის დაპირება რომელიც განხორციელდა ამას ეხლა თქვენ მეუბნებოდ დაამატე ის რაც კომპანიას გაზი დენი უნდა დააკლოს აი ნებისმიერი ვინც კი იქნება ქალაქის მერი 10000-იან მიტინგებს აუყირებდის სემერს იბატონო იგივე აქციზურა საწოლო ბაგის ასაკლებია ხო სწავლობ ბიჭო აი არ სიფრის კი არ გითქვია შენ ზოგადად ამბობდი მასე ნარმანიას 48 რაღაცა გეტყვი თუ არ მithქვია მიდი თქვი აი თქვი აქციზურ გადასახადზე საწოლო მე გათავისუფლდეს აქციზური გადასახადისაგან რომლის განხორციელების შემთხვევაში 25 თეთრით იქნება. შენიკა მე მგონი აი მაფიაში ერერტა მილიონი. ვავე, ახლა რა ცენტრალიზებას. ეს გავაკეთოთ 180 მილიონი ლარი არ შემოვა ხაზინაშიო. ანუ თავრობას დააკეთება 180 მილიონი. ეხლა ჩვენ ვამბობთ რა უფრო მნიშვნელოვანია 180 მილიონი დააკლდეს. თუ გავიგე 118 მილიონი დაეკვირა პრემიებში რომელიც დააუკლია. ეცას თქვენი რა არის ერთ-ერთი ეს არის საინტერესო სერიოზული გაცია. თავისუფლად შეუძლია ლარი და 50-ად თბილისშია ცხეთა შემოიტანოს რუსული მაღალ ოქტანური ეს ტყვია შეუმცველი ბენზინი. მაფია ბიჭო აქ ბენზინი შემოტანა სოკარიაზე სოკარი ვიშტანა კამასუტრაში გაგულებული არის იცი რა არის 100 ლარი და 70-ად შეიძლება ბენზინი აი ორ კვირაში ჩამოიწიოს. შენ მიეწევი ყველაზე იმას უცნაურს ეს აქსიზი დაუჭირო აქსიზი კი არა ისედაც შეიძლება ფასდაცვა პროგრამას უჭერენ ხარს ვერცეთი ცენტრალური ხელისუფლება მაგრამ ლეგიტიმაციის შემთხვევაში როდესაც არჩეულ მერს აქვს ვერ შეეწინააღმდეგება ამ პროექტის განხორციელებას ტარიფები დაწიე ტარიფები დამიჯერე სულ სხვა შედეგი დაგიჯდება მორკვირაში
იბრძოლეთ ტარიფების დაწევისთვის, არა, არჩევნები როგორც ჩანს, სატარდებო უფრო მოგვიანებით ვიდრე ორი კვირა. ვიცი რომ 1 აგვისტოს საფრთხე დაწერილი და ნუ როცა არ უნდა იყოს ჩვენ ვერ ვიტყვით ბატონო დავით, ეხლა ამით გავსხვავდები, ვერ ვიტყვი ხა ისეთ რაღაცას, რომლის განხორციელებაც არის უტოპია. ძალიან ადვილია. აუ, აი ეხლა რა თქმა უნდა ნაციონალური რაღაცას ადვილია. აი თვითონ ქართული ოცნებას დამუშავებული ქონდა ეს გეგმა და მე რაპოპორტმა შეუტია ამადა და დაიხიეს, თორე რა უნდა ბიჭო ამ ტარიფების დარეგულირებას? არაფერი არა, საწვავის გაიაფება. ადვილია კომუნალური ხარჯების შემცირება ამ პროექტის ახოს ეს ამ ეტაპზე ვფიქრობ არის ყველაზე რეალური და საწვავის გაიაფება მიცემს. შემცირდება 25 წელს გადასახადი და ბიზნეს ახლა რა ბიზნეს საწარმოო ხარჯებს შეუმცირებს ბატონო დავით. 180 მილიონი არ შევა ბიუჯეტში მხოლოდ ამით. როცა 138 მილიონი წელიწადში პრემიუმში დაიხადა. ფილიში რას კეთდება? რა პატარა საწარმოებს საკონდიტრო და რაღაც წყალია ძირითადი და 4.5 არიან ცოდვები არიან ჩვენ გეუბნები აი წყალს მიაწექი ნიკა და მე რას ფიქრობ ის ყველაზე დიდი პრობლემა ბატონო დავით არის უმუშევრობა. დაახლოებით იმისა რომ ცირდებოდეს იზრდება გეთახმე ჩვენ უნიათო მთავრობა ამეთქი რაცა უნდა გავაიაფოთ ხო აი ახლა მაგალითად აიაფდება 30 ლარი ქართული ოცნება როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა სოციალურად დაუცველებს შემწეობა 30 ლარი ანი 60-მდე და რა მივიღეთ სულსათებზე ფასი გაექცათ ინფრასტრუქტურის პროექტები შეაჩერეს და სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი დაგეგმეს აქ მოუმატა 30 ლარი და 60 ლარი მაგრამ ამას უდიდი შეღავდი აბსოლუტურად არ არის და იქ დაიკარგა სამუშაო ადგილები 10,000-ობით დაიკარგა ხო ამიტომ ამას აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი ძალიან ცუდი შემონიკა ერთ შეკითხვა მაქვს 3-4 წუთით ამ არის სანამ არ გაგვაგდებენ ეთერიდან შეგეკითხები ბევრს მაგრამ რა თქვენ გაკინა ვინ უნდა პროდიუსერებისა ყველა ტელევიზია ნიკა არ ვიცი ახლა ეს როგორ გადაგორდება რა გაკეთება ხა შენ კი ხარ ოპტიმისტი რომ მოვიგებო და არა მე ვამბობ მე თბილისელებს შანსი გაქვს რომ ნორმანიას მოუღო თუ კი ტარიფებზე იბრძოლო ჩემს გაზე გულგიათ დრომს დამთავრდეს ეს სიტუაცია რა მე ვფიქრობ მაინც რომ აიღე რა თუ კი დაუშვათ ვერ გაიმარჯვე და აიღე ერთწლიანი პაუზა და აი დამოუკიდებლად იმუშავე რა არა ხარ იცი ცუდი ადამიანი მით უმეტეს ამ შაუბნელ და ბინძურ და რა ქვია კუდის და ნაზირალების ხროვაში არ ერია ხო ნებე თავი და ახალი ცხოვრება დაიწყე პოლიტიკურ ცხოვრებაზე გეუბნები ძალიან გამიხარდება კიდევ თუ კი დაოჯახდები ჩვენ უნდა გავბრალდეთ მართლა სიამონება რა არა ხარ რა ნაციონალი აი ამორჩეოდა რაოდენობაც იმატებს და ესე ხო მაგრამ მე გამიკვირდა იცი მე ვფიქრე ეს რაღაც 10-ით რო აპირებდა ტარიფის დაწევას იმით 7% დაიწია ნაცრების ისაბეთკი და იცით რა აი ამ ტარიფებზე თუ გადახვალ შენ მოიგებ აბა პირდაპირ უნდა უთხრათ მოსახლეობას რომ ძალიან რთულია. შეიძლება უთხრათ რომ კარგი და ცუდი მთავრობა თითქმის არ არსებობს. ნებისმიერ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ქონდეს ბალანსი. სხვა არის, როდესაც მერიაში არის ადამიანი, რომელიც არ არის პოლიტიკური მეგობარი, თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ხო? შინაგან საქმეთა მინისტრი არჩეული მერის მოდით ასე ვთქვათ, ხშირშით ვერ დაგჭაგრავთ თქვენ და მე მოხალხეს მაქსიმალურად მომსახურები, იმიტომ რომ ჩვენ უწევთ ერთმანეთს გასაგები ახლა გეკაეფებიან აგერობა გვაბოლებს ეს კაცი ნაცებ დაკლება როზდამობა და ბენზინზე დააკლებდნენ ფასს არა კი ბატონო არა ამაზე სულ იყო საუბარი მაგრამ არ განხორციელდა არა იყო საუბარი არ განხორციელდა მაგრამ დღეს როდესაც უმუშევრობა ის და პრობლემა არის რეალური ყოველი უნდა გაუსწროთ ამ რეალობას ხო და 180 მილიონი ლარი არ არის ის თანხა რომელსაც ვერ აიტანს ბიუჯეტი გასაგები ჩვენ როცა ვეუბნები ახლა მაგალითად გამოდის ფინანსთა მინისტრი ამბობს რომ ეს ცვლილება გავახორციელოთ 180 მილიონი არ შეიძლება ამბობ ამ იმას კაცო საწოლო 25 თეთრი გაიგებს შეიძლება რა სხვა მხრივ შეიძლება აი ჩვენ დავაკონსპექტებ თქვენთან ამიკა სერიოზულად გენებ შენ გაქვს სქემატური ხედვა ამ მიმართულებით დამიჯერე რა 3-4 კანტორა შემოაკაბეთ ძალკე შეიქმნა და ხელი არ შეუშალოს თავრობამ ლარი და 50 ჩამოაბეზენ ისეთი ადვილია რო რა ვიცი ნიკა მე მაცა მინდა რომ რა ვიცი ეს სამართლიანობა მიზეიმოს ქვეყანაში და უნდა დამთავრდეს ეს გაყალბებები რა 40 უნდა დამთავრდეს ბიულეტენი გაგი 40,000 ბიულეტენი მაყურებელმა განსაჯოს თვითონ არის ცნობილი ბათილად არა გოსა გამოდები როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ამორჩეულთა რაოდენობა იყო 100,000-ით მეტი და მხოლოდ 10,000 იყო ასე ვთქვათ ბათილად ცნობილი ამიტომ რაღაც ახალი მექანიზმი შეიმუშავეთ და მეორე ტურისთვის ჩვენ
ამის გაკეთების საშუალებას აღარ მივცემთ და მართლაც მინდა ის თბილისი ვიხილო ბატონო დავით, სადაც აი ეს დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფები ერთხელ და სამუდამოდ არ იქნებიან ასე კოლექტიურად დაპირისპირებული, იქნება ასო სხვადასხვაობა, მაგრამ არ იქნება მზადყოფნა იმისი, რომ ვიღაცას როდესაც ფიზიკურად გაუსწორდება, ეს ვიღაცას უხაროდეს ამ ქალაქში. ეთახმე, მაგრამ ახლა უცნაური SMS-ი მოვიდა ნაციონალები მაგრები ხარჯო და ეს ოცნებას ოცნებენ დაუპეთ, ნაციონალებმა დაუპეთ ქვეყანა. ეს კაც კიდე კაი სიბინძურეში არ ერია. კარგით რა, არ გიდათ ეგეთ სულადური ბესტიჭების გამოგზავნა დამეწუნეთ რა. ჩვენ გადაგვაჩენ სუფთა ხალხი. მე არ მინდა ახლა ძველი სახეები ვიყვა შეცდომები ბატონ დავით. ანები ამ შეცდომები. კი გამოიგო შეშვაც შემა ის მოიხადე მაგუნამოსო ნაციონალიზმის მაგრამ რეალურად მაშინაც როგორც მოხალხე ვაპროტესტებდი. სიტიპარკს როგორ იცნობენ ბიჭო გამგებელი სიტიპარკს როგორ იცნობენ აი და მოკამაბა სიტიპარკს ნაციონალები არ არა დედავატირე კაი რა დასაგე პრობლემა არის ბიჭო ძვანებია სიტყვა პრობლემა და შეცდომები არა თქვენ ძალიან მარტო რო თქვა გავხდები დედაქალაქის მერი და მივალ თუ არა მერიაში მეორე დღეს ამ კონტრაქტ სიტიპარკს არა შეცვალე ვერ იცი რა გამოვა ამ და სახელმწიფო უჯერმეთ გარს აგებებს ეცით ამიჯერ ეკონომიკა ბიჭო ტყუილი ხელშეკრულება იყო დადებული სიტიპარკთან უგულავას კირიცეზეა მაგსოდვა გას ბიორი შეუსრულებლობის გამო ადები და მიაწექი გადაიხედება ხელშეკრულება აუცილებლად არა პირველი როდესაც სატრანსპორტო საშუალება ჯარიმდება ადგილიდან აღარ უნდა გადაიყვანონ ჩემი აზრით საჯარიმო ავტოსადგურზე უგულავა შეიძლება კაცი არის რატო არ შეცვალა ეს რას მიგეწევდა რომ დარბოდა იმაში რა ქვია ასახტომად იმასთან ვაჟკოთთან აი რა ნეგა ეცი რა ჩვენ მაინც ახლა მოხვალთ წინწარსულში ჩვენ აწყოზე უნდა ვისაუბროთ აი აწყოზე არის რა ხალხზე ბევრი ფიქრე აი ეხლა პროგრამა შეცვალე მოუგებ ნარმანიას კი არა მიქელ გაბრიელსაც მოუგებ თუ კი რეალურ პროგრამას დაუდო ხალხი დანატრულია სრულებებს არ აკეთებენ ეს სრულებებს შეშესთავაზე რა ხალხი და მოიგებ პატობა როგეს მე ბაცაკებინები ნიკა იცი რა არის შენ ათე თუ გიან მოგიწევს ნასკანტორისთან წასვლა და უფრო ახალი და დამოუკიდებელი პოლიტიკური სკრით იცხავო პატობა როგეს თუ რა ბაცაკებინებს ხაჩეს მე პრობლემა არ მაქვს ვისთანაც გინდა ბარიერში ვისა დებატებში და აი ბატონ დავით სკუპო ვათ ურთიერთობა ბატონ ბიზნესთან ბატონ დავითთან იქნებ დაპატიჟო აი ბატონ ნორმალურად გავხდები ხათით მოვა აი თქვენ თუ შეთანხმებით დაგითმობთ ეს ავტორიტეტი გაქვთ მოაზვიადებს ნიკუშა მოაზვიადებ სოსო მანჯალიძე გეყოლება ახლა ნახვალსაში გედევან ფოფხაზე ასმათ ყაბლაზე გია ბურჯანაძე და ირაკლი ნადირაძე და არჩევნების შედეგების შესახებ იქნება მსჯელობა და მე გიჩერდა ეს სტუმრები ვინც მოხვალ 40000 თუ გააბათილეს უკვე რაღაც ყარს რა დანიშნულებს და ეგ დაუშვებელია როგორ შეიძლება რომ ეს მაშინ არ ყოფილა არჩევნები